ხა შენთან რაში მოგთავაზე დღეს ლოგიშო? დღეს ძალიან საინტერესო თემით მოვედი, იმიტომ რომ მინდა მოვამზადო ჩემი რეცეპტით ბრინჯის ფლავი. ეს ძალიან კარგად იცი, ვინც მიყურებს ახლა, რომ ძალიან ხშირად დავდივარ ხოლმე აქეთ-იქით და არ არსებობს. მე სადმე ქვეყანაში წავიდე და იქაური ტრადიციული სამზარეულოდან რაღაცა ჩემებისეული ელემენტი არ წამოვიღო და ბოლო ორი ქვეყანა, სადაც ვიყავი, ერთი იყო ინდოეთი და მეორე იყო ესპანეთი. ერთსაც და მეორეს აქვს ბრინჯის ფლავის უამრავი ნაირსახეობა და მოკლედ გავმიქსე ინდური ბირიანი და ესპანური პაია ერთმანეთში და ძალიან გემრიელი ფლავი და მოგიმზადო. რა ინგრედიენტები მჭირდება ამისთვის? დავიწყებ პირველ რიგში ბოსტნეულით და ხა პროცესში თვითონაც დაინახავ, რას და როგორ გავაკეთებ. აქცენტი მინდა გავაკეთო, რა თქმა უნდა, ბრინჯის ხარისხზე და ეს უნდა იყოს აუცილებლად ბასმატი. მხოლოდ ამ ბრინჯს ვიყენებ ფლავის დასამზადებლად. აქვე მაქვს თეთრი ლობიო და ეს საკმაოდ დიდი ოვაციებს იწვევს ხოლმე, იმიტომ რომ როგორ ლობიო და ბრინჯი, ესე რაღაც მამდაგვარი. მაქვს ჩვეულებრივი კონსერვის რა ქვია ამას? სიმინდი. კაროხი, ესეთ კონსერვის, ძალიან ცოტა სტაფილო, იმიტომ რომ სტაფილო თავის გემოზე არ წაიყვანოს. ქათამი, აი აქვე მაქვს ასე ვინახე, ხახვინი ორი ბულგარული, წიწაკა ლიმონი დავამატებ, ლიმონს დავამატებ და გადმოდი ახლა სუნელებში და აი აქ ესე იგი როგორც მივხვდი, ძირითადი ინგრედიენტი ამ შემთხვევაში ქათამი გაქვს. ნუ ამ შემთხვევაში ქათამი მაქვს დაახლოებით, ახლა რადგან ეს მიქსია სუნელებიდან გამომდინარე და აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე ზოგადად ბრინჯის ფლავის არ ვიცი, ალბათ 500-მდე სახეობა არსებობს და მოკლედ ახლა ამ ყველაფერს თავს დავანებებ და შეხედე ყველაზე მთავარი ინგრედიენტები, რაც არის აქ, ეს არის ანისის ვარსკვლავი. აქვე მაქვს აი ესეთი მიხაკები, შეხედე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფლავის დასამზადებლად. კარდამონი, ილი და აი ესეთი ეს ინდოეთიდან ჩამოვიტანა, ეს არის ნამდვილი დარიჩინის ჭხირები, ანუ ხის ქერქი. განსაკუთრებულად და რადიკალურად განსხვავებული გემო აქვს იმ დარიჩინისაგან განსხვავდება, რა ჭხირებიც იყიდება აქ ჩვენ აზიაში. აი თეთრ ფონზე კარგად ვანახოთ. ხო, აი ძალიან აი ესეთია. აქ მაქვს ასევე კურკუმა დაფქვილი და წითელი პილპილი, ნუ მარი, შავი პილპილი, ეს რა თქმა უნდა გემოვნებით, ახლა მოვიტან თან. ხახვი დაჭრით. აუცილებელია ხახვი დავჭრათ, რაც შეიძლება პატარებად. ნუ მოკლედ ვის როგორ. ჩვენ გვიყვარს ესეთი პატარებად დაჭრილი ხახვი. საიდუმლოს გეტყვით, იმიტომ რომ თემოვერიტანს დიდ ხახვებს საჭიროებში. ნამდვილად თემოვერიტანს დიდ ხახვებს და ეს ხახვი უნდა მოვშუშოთ. გძნობ არომატებს? კი, და ახლოს ვერ მოდივარ აშკარად. კარგი უყურე. მოკლედ ეს არის ტაფა, სადაც უნდა დაასხა ზეთი და აცადო რომ ზეთი გაწყევდეს. ამის მერე უნდა ჩაყარო შიგნი აუცილებლად სუნელები, რომ ეს სუნელები ამ ცხელ ზეთში გაიხსნას, აფეთქდეს რა, ესე რომ ვთქვა. ეს არის ჩვენი ანისი. ანუ აქ ცხელი ზეთი გვაქვს. კი, აქ უკვე ცხელი ზეთი გვაქვს და ეს ყველაფერი დაიწყებს ახლა უკვე შიშხინს. ანისი ჩავყარე, ჩემი აი ეს ვარსკვლავები ჩავყარე. ეს არის კარდამონი, ძალიან გემრიელი და სპეციფიკური სუნელია. აი, ხედა, უკვე ფეთქდებიან. ასევე მიდის აქ დარიჩინის ჭხირები. მოკლედ, აი ესე ეს ყველაფერი ჩავყარე. გულმაყურებელს იმასაც შევახსენებ, რომ ინდოეთში როგორ სუნელების ქუჩაზე გადაღებული კადრები, რამდენია ამ საჭის გამზადებას იწყებს, იმდენი ის ქუჩა მახსენდება და შოქში ვარდები ხოლმე. ისეთ იქ მეგონა რომ მოვკვდებოდი ნამდვილად რომ არ გადარჩებოდი. ახლა შენ ამის არომატებს გძნობ? კი, გძნობ და ახლოსაც ვერ მივდივარ. ძალიან გემრიელია. საოცარი არომატები აქვს. ეხლა ნახე ეს ხახვი, რომელიც თემოს გამო ძალიან წვრილად დავჭერი. მოხდება ახლა ხახვი მოშუშვა დაიწყო. ეს არის ჩვენი ნიორი და საინტერესო ის არის რომ ნიორს არ უჭრი ხოლმე არასოდეს. აი ეს ძალიან პატარა რა ვიცი რა ქვია ჩაჭრა შეიძლება გავაკეთო ნიორზე და მთლიანებად ჩავყარო უკვე ანუ გაჭყლეტვასაც არ აგებ. არა. აი ეს არის ზუსტად ამისი ძალიან საინტერესო ის რომ იწვება და იმაშვება რა ქვია იხრაკება ძალიან გემრიელი ხდება მე უკვე სულიანი ეს ხდება ხოლმე ხო მოხარშული თვითონ იმაში მასაში და ძალიან მიყვარს ხოლმე. ესეც ჩავყარე და მოდი გადავიდეთ ახლა აი ეს ქათამი მქონდა დარჩენილი დასაჭრელი
ფილია ეს სხვათა შორის და ახლა რადგან ლაპარაკობ ვიტყვი იმას რომ ძალიან ბევრი არსებობს ეს პაია ძალიან ხშირად აკეთებენ ამას კუთლის ხორცით, ინდაურის ხორცით, ნუ ზღვის პროდუქტებით, ცხვარით. ერთადერთი მე მგონი ღორს არ ხმარობენ და ნუ ლოგიკურად რა ვიცი მე მგონია რომ არც იქნება ახლა ღორით გემრიელი. ორი მარტო შამპურზე ვარგა. ხო, და სხვათა შორის მარტო კონკრეტულ ერთ ხორცს არ იყენებენ. შეურეულია ხოლმე ზესტად მაგალითად კურდღელი, შეიძლება იყოს ქათამთან, ან ინდაურთან და ასე შემდეგ. არსებობს მარტო ბოსტნეულის ბრინჯის ფლავებიც, მაგრამ ხა ამ შემთხვევაში ჩვენ რაღაცა მიქსი გავაკეთებთ. მე ვაგრძელებ ამასობაში და გადავედი სოკოს დაჭრაზე, რა თქმა უნდა, არ ვჩერდები. წინავდა გიხარ იქნები შიგადაში შენი საყვარლობები რო ვანახო მაყურებელს სახში. ვინ გაქვს რამე, ერთი ჭიქა, წითელი, თეთრი, აი ეს როცა საჭმელებს ამზადებ ხოლმე უხდება ძალიან. ოკეი, მოხვედრას არ ვაპირებდი, მაგრამ ლოგიკურიც ლუკიშო ღვინო მოინდომა და ღვინო დამიანე რა. ეს არის ჩვენი მეგობრების ღვინოა კახეთში. ღვინო რომელსაც ვენდობით. სიამოვნებით ვაგემოვნებთ ყოველთვის. საფერავი გვაქვს. კი ბატონო. მოკლედ ბოთლი მოტრიალო? მოკლედ უკვე ის არა, ნერწყვი მომადგა ისეთი მაგარია რა. არა ჩვეულებრივია, ძალიან მაგარი. ჩვენც კი მონაწილეობა გვაქვს მიღებულია იმ ყველაფრის დატვირთვაში. ესე. ბაბა. ტადამ. ფერი ნახე რა, ფერი ნახე უყურე. შეხე. უყურე როგორ მოდის შეხედე. ვაუ, ძალიან სასწაულებელია რა. ოკეი, გამართვი? მამაცი. აიცადე, მეზავის ხავგარგი. ვაუ. გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. გემრიელ საღამოებს გისურვებთ. სულებლად. წიწაკა, მწვანე წიწაკა ესე ცოცხლად, წამოვა ტაფაში. სამწუხაროდ შორს გახარდა, რადგან ქათამს ცოტა მეტი დრო სჭირდება მოსამზადებლად, აქვე წამოვა ქათამიც. ხაფი უკვე მოიშუშა ოქროსთრად და ამიტომ გავხსენით. ძალიან გემრიელი. არაჩვეულებრივი მართლა რა. კაი. ვისაც დაინტერესდება სად, როგორ და რანაირად შეიძინოს ეს არაჩვეულებრივი ღვინო. ვაგრძელებ, მოკლედ, ესეც ჩემი კურკუმა, ვინც კურკუმა არ იცით. ცოცხალის სახით გამოიყურება ესე. ფესვებია, რომელიც იფრქვება, ეხლა აი ესეთი ფესვები ჩამოვიტანე ძალიან ბევრი, მოდი განაკურკუმას ფესვები ნახე რამდენია. ძალიან სასარგებლოა, აი ესეთი ფესვებია და ეს უნდა დაფქვა. ნუ მე მერჩივნა რომ ფესვები ჩამომეტანა, იმიტომ რომ ესე უფრო დარწმუნებული ვარ და ვიცი რა არის. და ესე რომ დაფქვა, საკმაოდ სპეციფიკური სუნი და გემო აქვს. ბევრი სამის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, იმიტომ რომ რადიკალურად უცვლის მე ყველაფერს გემოს. და მაგარ ინტენსიურ ფერსაც აძლევს როგორც მახსოვს. კი, ფერსაც აძლევს. მე გამიკვირდა, მეგონა ახლა ხელს შეგიღებავდა. და ესე მოვაყრი ახლა ამას. მაქვს წითელი წიწაკა, რავი, ჩვენ გვიყვარს ოჯახში მწარე, მაგრამ ვის როგორ, მე უფლებას მივცემ თავს რომ პილპილიც გავუკეთო წითელი. აქვე მაქვს შავი პილპილი, ამასაც ბატონო. აი ესე. და კიდე მოგურებ. აბა ცოტა კადრი თუ აქანავდა რისი ბრავია. ღვინის რა თქმა უნდა და მოდი აქ ჩაიჭყიდე რა სილამაზეა უკვე. მაგარია. ჩავყაროთ. სამწუხაროდ ტელეფონში ვერ გამოვცემ აი ამ გემრიელ სურნელებს. ამ დაახლოებით 5 წუთი ქათამი მოიშუშა თუ რა მოხდა? 5 წუთი. პრინციპში ქათამი რომც არ დამზადდეს, ეს არ არის საშიში, იმიტომ რომ ამითი ამისი დამზადება არ მთავრდება და წინ ძალიან კიდე მინიმუმ 1-20 წუთიანი პროცესი ელოდება ამ ყველაფერს და სოკო გავუკეთეთ. ხო, და მომზადდება ეს ყველაფერი. მე რა თქმა უნდა ისე ვაგრძელებ ფლავის გაკეთებას და ამასობაში უნდა გავხსნა ტომატ პასტა, ნუ 1 კოვზი, მეტი არ არის რეკომენდირებული, რომ თავის გემოზე ისევ არ წაიღოს. აი ესეთი ჩვეულებრივი ტომატ პასტა, ვიღეთ ცოტა ოდენობის წყალში გავხსენ, ეს იყოს აქ დამჭირდება. ესე იგი სანამ ლუკიშო დაკავებულია აი ეს მზადებით. აი ესე არა. ინდური დანამატებით შემოგთავაზებთ ჩემი სპილოების კოლექციას.
ძალიან დიდი ხანია ამ სპილოებმა. აი ეს ორი ბუ ახალი მოსულია და რაღაცა აჯანყებას ატყობენ სპილოებში მგონი. და ეს სპილოები ძალიან დიდი ხანია ბუდობენ აქ ჩემს თაროზე, სხვადასხვა მხრიდან ვაგროვებ. ხო და სახელების დარქმევა მინდოდა, მაგრამ ვერ დავიმახსოვრებთ მერე და აზრი არ აქვს, ესეც საყვალები არიან. თემო აგროვებს სპილოებს, მე ვაგროვებ სპილოებს. თუ ვინმეს რაღაცით განსაკუთრებული განსხვავებული სპილო გაქვს, შეგიძლიათ საჩუქრად გამოვგზავნოთ. აუ, სიამოვნებით ვიჩუქებ და აი ამ ლამაზ სპილოების კოლექციასთან დავსვავ. ჩვენს კულინარს საფილოს ვამატებ ახლა. ესე. მოკლედ ისეთი მიქსია აქ ყველაფრის, რომ ესე იგი მე რო კადრს უყურებ ახლა ხო? ეხლა წარმოიდგინე მაყურებლის თვალით უყურებ ამ კადრს. ისედაც გემრიელად ჭრელი იყო ყველაფერი. ხო და ერთი ბოკალი ღვინო დავლიე მარტო. და ისე გაფერად და აი რაღაც იმას რო უწევ ხოლმე ხო იცი პარამეტრებიდან. კი ბატონო. მოკლედ რა სტადიაზე ხარ ახლა გვანახება? რა სტადიაზე ვარ და შეხედე. მოდი ნახე, უყურე, აი ესე, აუ ფერები ემატება და ემატება. სტაფილო გავუკეთე, ესე იგი და სტაფილოს ფერები არის. გავუკეთე, აქ ყველი შეგიძლია მიაყოლო ღვინოს, ძალიან უხდება. აყოლია. სხვა ყველი არ მქონდა და ახლა პარმეზანია, ასე რომ, რა ვიცი, მაინც ანგემრიელია. უხდება კაია. მოდი მოკლედ, მოდი. მოვიდა ბრინჯის ჯერი, როგორც გითხარი, ბრინჯი არის სპეციალურად ბასმათი, სხვა ბრინჯს არ ვხმარობთ ქლავის გაკეთებისას, რომ იყოს ფანტია, ეს აუცილებელია. აქ მაქვს ორი ჭიქა ბრინჯი, დიდი ჭიქა ესეთი, აი ეს ცისფერი ჭიქა და მოკლედ ვამატებ ახლა ამას ყველაფერს აქ. მოგძამდი. აი ეს, თვითონ ტაფაშია. აი ეს. ოპა. და აუცილებლად წინასწარ ადუღებული წყალი მაქვს. ორ ჭიქაზე 6 ჭიქა დუღარე წყალს. ორ ჭიქაზე 6. ხო, ორ ჭიქაზე 6, იმიტომ რომ მარტო ბრინჯი ხო არ არის საკმაოდ 6. მოკლედ ბრინჯი დავასხით ნედლი. დავაყარეთ ნედლი. ხო, უმის სრულიად, ანუ თითქმის უკვე შემზადებულ ქათამს. კი, და ტაფას. მოხალულ რაღაცა ნაფოტებს და ფიჩხებს, მაგას ვეძახი ხოლმე. ტაფას უკვე უჭირს, რა ხდება? ოკეი. ანუ პროპორციები ამ ტაფაზე ეს არის რა, დაიმახსოვრეთ, თორე იქ ვიდეოში ანუ ეს პროპორციები თქვენ თვითონ უნდა ანუ ეს გვაქვს ლობიო? ეს არის ლობიო. ამ შემთხვევაში ლობიო ავიღეთ კონსერვის მომზადებული. ბატონო, ესეც ჩვენი ერთი მთლიანი შეფუთვა ალბათ 200 გრამიანი სიმინდი. არა, მთლიანი არა, მე გავყავი უბრალოდ. ანუ ამას საკეთებ გემოვნების და მიხედვით და ესეც გაროხი. ბოლომდე არ ვუქენი გაროხი, იმიტომ რომ აშკარად უკვე ტაფაში აღარ ეტევა. უყურე, ძლივს ჩაეტია ახლა ამ ტაფაში უკვე ეს ყველაფერი რა. აი ამ დროს, როცა ეს ყველაფერი ერთად ჩავყარე, ამას უნდა დავუმატო უკვე წინასწარ ეს გამზადებული ტომატ პასტა. წერან ხო ნახეთ. ამას ისე უკვე კოვზე შევცვალე, იმიტომ რომ სხვანაირად იმ ხის კოვზით ვერ ვურევ. აი ესე კარგად უნდა მოურიო. უკვე ყველაფერი ერთმანეთშია. და აქ უნდა გასინჯო. გასინჯო რატო რომ გაიგო მარილის გემო, სუნელების გემო, წიწაკის გემო და ასე შემდეგ. უნდა გავსინჯო? მე გავსინჯო, თუ გინდა რა პრობლემაა? შეპოვარი შენახარ შენ გასინჯო. ხო, მე გავსინჯო. ესე იგი რა მაინტერესებს ახლა? მოიცადე გავსინჯო ჯერ და გიტყვი. მაცადე. ოკეი. მარილი არ მეკნია საერთოდ. მაცადე. უბრალოდ მარილი. ანუ ბრინჯი რადგან იწოვს, მოდი ეს გავაკეთებ. არ ვიცი ხა ეს ჩემი გემოვნების და იმის ყველაფრის მიხედვით რა. მორევის პრობლემა მაქვს ისევ, იმიტომ რომ ტაფაში არ ეტევა. ეგში თემამ პირდები, რომ ტაფას მიყიდი სპეციალურად. კარგი, აი რას მეტყვი, დაახლოებით რამდენი კაციანი პორცია ახლა რას გააკეთე ის 3 ბრინჯი, 6 წყალი თუ 2 ბრინჯი, 6 წყალი. ანუ თუ ეს არ იქნება თემოსნაირი,
ამას 4 კაცი ჩვეულებრივად შეჭამს. მე ძალიან მიყვარს ნახევარწაფას შევჭამ. თუ თემოსნაირი იქნება, მაშინ 2 ადამიანი. ეხლა ის კითხვა მინდა, იცი? ესე იგი ბრინჯის უამრავი სახეობა არსებობს, ბრინჯისგან მომზადებული ბლუდები, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვახსენებთ ესპანურ პაიას და ინდურ ბირიანს. აი არჩევის საშუალება რომ მოგწონს, რომელი უფრო ეფექტურია, შენთვის უფრო რომელი მოგწონს? მე მომწონს უფრო ინდური ბირიანი, იმიტომ რომ აი ხა შეიძლება ბევრმა დაიწყოს რომ აუ ინდოეთში საჭმელი რამ გაჭამათ და ბინძურები და რაღაცა არა ხალხო ინდოეთშიც არის ისეთი ძალიან მაგარი ადგილები და სუფთა სადაც თავისუფლად შეგიძლია ჭამა და ინდური ბირიანი აი კარგად გაკეთებული აი იქიდან მაქვს წამოღებული ეს დარიჩინები ანისები ეს ილი და ასე შემდეგ ეს სუნელები ხო აი ზუსტად იქ ისე მოუხდა ეს ყველაფერი იმ ბრინჯს რიქიდან მაქვს წამოღებული აი ასთან საერთოდ არ მივა არა ანუ უფრო ეგზოტიკურია ინდოეთი უფრო დატვირთული პაიასგან მაქვს წამოღებული ეს ლობიო მაგალითად ეს ციმინდი ბარდა და ასე შემდეგ აქედან გამომდინარე იმიტომ ვიძახი რომ მიქსი მაქვს მეთქი გაკეთებული და საბოლოო ჯამში რა ვიცი მართლა ძალიან გემრიელი გამოდის ისე ჩემ ხედან დავამატებდი რომ იდეაში ახლა ცოტა ისტორიაში ვინცაა ჩახედული მან კარგად იცის რომ ინდოეთი იყო სუნელების სამშობლო სუნელები ნუ ინდოეთიდან მოდიოდა უბრალოდ ინდოეთი არ იყო მაგრამ ინდოეთიდან მოდიოდა და აქედან გამომდინარე დარწმუნებულია რომ ესპანელებმა თავის პაიეში ზუსტად ინდოეთი გადმოიტანეს მარილი მით უმეტეს ბრინჯიც არ ქონდათ ისევ არ იყო საკმარისი და კიდე დავამატე ოკეი და მოდი ხო ყველაზე ძირითადი რაც არის აი ეს ნაწილი წამოღებული მაქვს უკვე ესპანეთიდან მოდი და განახებ რაზე ვსაუბრობ ვაუ შედარებით იაფი მაგრამ აესე მაგრა შემაგრა უხდება ღვინოს შესუნელება დავამთავრე მარილი ყველაფერი კარგად აქვს პილპილი კარგად აქვს ყველაფერი ძალიან გემრიელია და ბოლო ნოტი რაც დამჭა ეს არის ლიმონი და ბულგარული და ეს არის წამოღებული უკვე ესპანეთიდან უნდა ლიმონი დაჭრა აი ასე ოღონდ ეს ლიმონი მე ამაში რო თუხთუხებს ეს ლიმონიც უკვე მზად არის და შეგიძლია ამ ყველაფერს ან მოაწურო საბოლოო ჯამში და ქერქიანად ჭამო ლიმონი რა თქმა უნდა წინასწარ გარიცხილი და გამზადებულია აი ასე ეს იგი ბულგარულებს ესე დავჭერი შეხედეთ ახლა რას გავაკეთებ აი ასე და რაც თავარია ბოლო ჯერ ამ ყველაფერს ამოურევ ახლა მე უკვე ამოვურიე და ამ ლიმონს და ბულგარულს მოდი ახლოდან ვანახოთ აი ესე ლამაზად თან მიმდევრობით აი ესე ტაფას მოვთავ რო იტყვიან აი ასე ასე ლამაზია აი ასე ხო არ ოკეი შემოძვირფასო მაყურებელო შენთვის იყო ეს შეკითხვა დასმული თორემ მეც რამდენჯერა მაქვს ნანახი და გასინჯული ვაკვდები ამ საჭმელს რა თუ ლამაზია კომენტარებში დაგვიწერე არ დაგავიწყდეთ ამის შემდეგ ამ ფლავის მორევა აღარ შეიძლება კატეგორიულად ან ვაფარებთ და წავიდა ვაფარებთ მინიმალურ ცეცხლზე ამ ყველაფერს მინიმალურ ცეცხლზე თავზე აუცილებლად უნდა დააფაროთ თუ არის საშუალება რომ ანუ ორთქლი გამოვიდეს რომ ეს ყველაფერი არ გადმოიქცეს დუღილის დროს იდეალური იქნება ჩემ ტაფაზე ისევ პრობლემაა ცოტა ამიტომ ასე ცოტა თავზე მოხდილს დავტოვებ რომ ორთქლი ამოვიდეს და ესე იგი ამან უნდა იდუღოს უკვე სანამ მთლიანად წყალი არ დაშრება და ბრინჯი არ გახდება ფანტია აი საბოლოო ჯამში რა გამოვა მე აუცილებლად განახებთ დააფარება აჰა აი ასე დეგუსტაცია გააკეთა მოკლედ ჩვენ ახლა მე ამას წამოვიღებ ვიგრძენი რომ უტყვიმშიერი ვარ მოდი აი ესე წამოვიღებ აი ესე დავდებ ყოსაც ესე ჩავარჭო ახლა და მე ხوار დავიწყებ ახლა ვაუ რა გემრიელია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამისთვის ხარ შენ მოკლედ მე ჩემ მხრიდან დავამატებ გემრიელი საჭმელია რა ნახეთ ახლა ისეთი აქვს ყველას შეგიძლიათ უყუროთ ამ ვიდეოს მიყვეთ ინსტრუქციებს და გემოვნოთ მაგრამ ეს არის მამაკაცი რომელსაც ხორცზე მეტად ბრინჯი მოსწონს აი ბრინჯი აი საჭმელი რომ მითხრა შემიძლია სუპ ჭამო ეს რა და მე ისეთი ბედნიერი ვარ აი ბრინჯი სალატები ბოსტრები და ასე შემდეგ მე ფერგუძნო თავს ისე გამოიყურება ძალიან მაინტერესებს მოდი ახლა მოვიღებ ახლო კადრი გადამიღე ოკეი მე ვაუ ასეთი რა ნახე
გამოიღე და ისე თქვება ფანტიარი. აი ესეთი ყურებენ, აი ფანტია საოცრად რა. ეხლა ამას მე თებში დავიდებ ესე. აი ესე რაღაცეებით. აი განსაკუთრებით ხო ლიმონს დააკვირდი, ლიმონი რა მაგარია ნახე. ხო. აი ლიმონი არის მოხარშული და აი მას შიგადაშიგ რო ესე იგი ფიზიკურად გონი დასაჭრელი არაფერი მაქვს რა. ხო, უბრალოდ აი მახსოვრეთ რომ აი ეს სუნელები რაც არის მაგალითად აი ეს ანისი ჰარიჩინი და ეგეთ რაღაცები ეგენი არ უნდა ჩამო. ამას ხომრობით ვეძახი ხოლმე რაღაცა ნაფოტებს რა. იმიტომ რომ ეს ამაში ვჭამოთ აშკარად. ხო, იმიტომ რომ კატეგორია ადამიანების რომლებიც ეგ შეჭამა და. მოდი განახებ აი ლიმონი უყურე როგორია შეხედე. ლიმონი ასეთი მოხარშულია, მთლიანი ლიმონი კაიგე და ძალიან უხდება რა ჭამის დროს აი ესე. ხო და აბა გავსინჯოთ. ეს აი ეს ჩანგალი მიყვარს განსაკუთრებით ბრინჯიანი საჭმელების ჩანგალია. კოუზის ფორმა აქვს და ჩანგალივით დაჭრილია რა. კაი გადავდეთ გვერდზე. მოკლედ თავის ტიპშია რა. საოცარი საჭმელია. აქ მაქვს ახლა ბრინჯი, ქათამი, სოკო, ერთად სიმინდი რაღაც ყველაფერი რა. თემო, სიმართლე, მხოლოდ სიმართლე. ერთად გავსინჯო. საოცარია. საოცარია. სულ შემიძლია. ჩემ გაკეთებულ თვალით გემშვიდობებით, თორე ხა ამას რო უწურებ. აი ყველაფერს ახლა ისე დავყავდეთ, რომ ჩემი არ შერწყვება და შენ მას დამიტოვოს. ხო და წავედი ხა სანამ ეს ამას ყველაფერს ბოლოს მოუღებდეს, მე შეიძლება გააზიარეთ. თუ ვინმეს კულინარია აინტერესებს და იცით რომ ეს ვიდეო დაინტერესდება გაუზა, გემრა საჭმელებს გავაკეთებ, თემოს ბედნიერი იქნება, მეც ბედნიერი ვიქნები და ასე. რამდენიც ფიქრობთ ცეცხლი ჭამა შენმა პირმაო მისამართს გეტყვით და შემომიერთით რა პრობლემა. ავედი. კარგად ზარდება და გამაგარია შენ საღამოწარია. და აბა ხო. დროებით